როგორ ასაკში შედიხართ, იცით, რა, ცოტაც და უკვე შეიძლება ვთქვათ ლეგენდარული გოგობები და შეიძლება? არა. მე ასაკს არ შევეყუები. რა რეჟიმით ცხოვრობს, რა საკობ დანამატებს, ისეც იღებს გოგა პიპინაშვილი, რომელიც არის 67 წლის, რომელიც სპექტაკლში ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს, ხტება ბუდზე. სულ მგონია, რომ დღეს ბატონი მიშა არის ესე დღეში. როგორ? არა, თქვით თავიდან. რა დროს თეატრია თქვენ უბედურებო მიხედეთ თავებს. ესენი აუცილებლად შეცვლიათ ბებრამეს. ისია თავს. 90-იანები მაგითი გავიარე. თუ საყურე, თუ სამაჯური, თუ ჭიამაია, თუ რაღაცა, რა ვიცი, რა ჯანდაბა არ ვაკეთე რა. შემომექმედა. ძალიან მალე შემოვა სტუმარი. და ერთ-ერთ ყველაზე გავარჯობა. როგორ ხართ? კარგად, თქვენ? რა მაგარია, რომ დამთავრდით და შედგა ეს ამბავი. არა, ეხლა მე უარი არასოდეს არ მithქოს თქვენ. ხო. რამდენი წელი გავიდა ეს უკვე არა. ეხლა იცით რა რას ვიხსენებდი? როდის შედგა, ეხლა მე მიმყავდა პოლიტიკური გადაცემა. ხო და იმ პოლიტიკურ გადაცემაში, ღამის კვირაში, რა თქმა უნდა, მოდიოდნენ არაპოლიტიკოსები და ზოგად თემებზე ლაპარაკობდით და ბევრჯერ ხართ ნამყოფი, ხო? ძალიან ბევრი. რაც ჩემ შვილთან ერთადაა. ხო. პირველად ანუ მან მოუყვა. ანუ იქ იყო პირველად მართლა? აიმე. ძალიან პატარა იყო მაშინ და ბევრს ტლიკინებდა. ეხლა რამდენის არის, ანუ? 30-ის. ამასობაში. დიდი საჩუქარი გამეკეთა. ძალიან მაგარი. შვილი. შვილი? რამდენი წლის არის და ვინ არის? 8 წლის კაცია გიორგი. მერცვა რა მაგარია. ესეთი ბიჭი ყავს რომ ხო, ნუ ეს ვერასოდეს ანოს ვალიდან ვერ ამოვალ ჯერ ეს ერთია. მე უკვე როგორ იმაში შევედი, იცით, რომ უკვე მშურს ვისაც ყავს შვილი, ხო? აი ეს რა. ხო და აი რა არის ეს, აი როგორი რა განსხვავება? მაგალითად ამომატრიალა თავიდან ბოლომდე და ჩემი შვილის ფასი ეხლა უფრო ვიცი. ეხლა უფრო რაღაცა სხვა დამოკიდებულება მაქვს ჩემი შვილის მიმართ, იმიტომ რომ ესეთ საჩუქარი ჩემთვის არავის არ გაუკეთებიან, რომ ერთის გარდა, რომ ერთმა მაჩუკა ჯერ ანოდა. რა თქმა უნდა. მე ანომ გადადო თავი. ხო? აი პირდაპირ გაგებით და მაჩუკა ეს პატარა ბიჭი და ეხლა არ მინდა რომ ძალიან მალე მოხდეს ასე ვთქვათ ჩვენი დაშორება და ძალიან მინდა რომ ბევრი რამ მოვასწრო აი ამ პატარა კაცს. რატომ უნდა მოხდეს თქვენი დაშორება? რა, იცი არა მაქვს ეს პატარა ასაკი ეხლა და მინდა რომ ბევრი მივცე. არა, გადასარევი ასაკი გაქვს 68 წლის ხართ და 67-ის მოუმატა გოგა პიპინაშვილს 1 წელი, 67 წლის. ვერ მომშვიდდები რა, რა ქვეყანაში შეიძლება დავტოვო ჩემი შვილი, აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად, იმიტომ რომ მე სულ მოლოდინის რეჟიმში გავლიე 67 წელი. მე სულ მგონია რომ ყველა ვართ მოლოდინის რეჟიმში მუდამ. სულ მოლოდინის რეჟიმში და მე რაღაც აი ხვალ და დღეს ამ დროს დღეს, ხო? მე ჩემს თაობას ძალიან ვადანაშაულებ, რომ ეხლა ვიგრძენი ეს უფრო მძაფრად, იმიტომ რომ ბევრი რამ უნდა გამეკეთებინა მეც და ყველას რომ თავიდან საკეთებელი არ გქონდეთ რა. არა, მე მგონია რომ თქვენ მართლა ბევრი რამ აკეთეთ. რას ფიქრობდი, იცით ბატონო გოგა, 67 წელი, ეხლა უკვე თან ეხლა 21 საუკუნეში მართლა გადმოტრიალდა ყველაფერი, ნუ მედიცინა გამვითარდა, თავსაც უფრო უვლით ყველაფერი, მაგრამ როგორ ასაკში შედიხართ, იცით, რა, ცოტაც და უკვე შეიძლება ვთქვათ ლეგენდარული გოგობები და შეიძლება? არა. მე არ მიყვარს
მე კიდე ბევრი რამ საკეთებელი ხო და აი და არა მე ასაკს არ შევეყუები უნამეტანი არ დაუვარდი ისე რომ განზრება ვერ შევძელი ბევრი მაქვს საკეთებელი იმიტომ რომ წინ თვალებში მიყურებს პატარა ბიჭი ეხლა შევპირდი რომ ესე ბაზეში გადახკოვით ხო მასწავლე კი ბაბუ მე არა ეს რა არის მე რომ წარმოვიდგინე რომ შეიძლება ესე გადავხდე თქვენ უნდა გადახტეთ ხო მე უნდა ვასწავლო და შესაბამისად თქვენ უნდა ვაჩვენო ხო და ეხლა ჩვენ ვლაპარაკობდით თქვენ ცხოვრობდით და მოღვაწეობდით და დაიწყეთ თქვენი საქმიანობა იმ დროს, როდესაც რეალურად მთელი თანავარსკვლავები იყო. ძალიან დიდი რაოდენობა. ეს ადამიანები თქვენს გვერდით დადიოდნენ, ჰაერს უდგავდნენ, რომ ერთად იყავით. როდის მოვიდა შეგრძნება მაგალითად, რომ აი მიხეილ თუმანიშვილი არის ლეგენდა. აი მის ცხოვრებაში. პირველივე წუთს შეხვედრის. ხო არა? აუცილებლად, იმიტომ რომ ის არა მხოლოდ პროფესიული, უბრალოდ ადამიანური, ელემენტარული ის მოკრძალება, მოწიწება მის მიმართ რომ რაღაც საოცრად დიდ ეხებოდი, ესაუბრებოდი, აი პირველივე წამებში იყო გაჩენილი. ასევე ქალბატონ ლილი იოსელიანზე შემიძლია იგივე ვთქვა. ჯერ იყო ლილი იოსელიანთან თქვენი შეხვედრა და მერე უკვე ბატონო. აი მე ქალბატონ ლილი ძალიან ვაწვალე, იმიტომ რომ ბევრჯერ გავიქეცი, აღარ შემიძლია ამ ქალთან და ეგიცით როგორ არის ურჩი შვილი დედას რო სულ ეურჩება, უფრო ესე ვიყავი. იმიტომ რომ პედაგოგად კი ვერ აღვიქვავდი როგორც ჩემს სისხლს და ხორცს, აი ძალიან ჩემიანს და ვეჭიდავ აი როგორი ქალი იყო ლილი იოსელიანი? აი საოცარი. მე ძალიან მინდა რომ YouTube ჩვენ ხელებიც არიან ჩვენზე დიდები, რაც მიხარია და მინდა რომ ჩვენ მეტი მოდით, მაგრამ ძალიან ბევრი ახალგაზრდა. კი. და მართლა ამ მართლა ლეგენდარულ ადამიანებზე მინდა რომ პატარა ინფორმაცია გავიდეს ხოლმე აქედან. აი როგორი ქალი და ადამიანი იყო ლილი იოსელიანი. არ ვიცი, აი ჩემთვის დღესაც კი რჩება ქალბატონი ლილი ყველაზე დიდ ემოციად, აი რაც კი მქონია საერთოდ ამ სფეროსთან და ადამიანურ ურთიერთობაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, ყველაზე მტკივნეულ, ყველაზე ბედნიერ მომენტებში გავრბოდი ქალბატონ ლილისთან, არა დედაჩემთან, არა მასთან და ეს რა კარგია, ხო. ვეუბნებოდი ქალბატონ ლილი რა ვქნა და კარგია დედიკო და ხანდახან ბრაზდებოდი მე ეს როგორ მიიღო ესე და აი გავიდოდა ერთი დღე და ხვდებოდი რომ ისეთი სიმართლე მითხრა რომ აი ეს ეხებოდა პროფესიას, ეს ეხებოდა პირად ცხოვრებას, ეს ეხებოდა კი, ძალიან ხშირად. მესამე კურსზე მე ვითამაშე ქალბატონ ლილისთან ლუარსაბ თათქარიც. მაშინ ვიყავი აი ესეთი კოჰინორის ფანქარივით რა, წვილი რაღაცა და თვითონ სცენაზე მაცმევდნენ და რაღაც და რეპეტიციების დროს ქალბატონ ლილი იჯდა დარბაზში, მე ვიყავი სცენაზე და მისწორებდა რაღაცებს და უნდა ხირა გამეკეთებინა კულბითი და ვერაფრით ვერ გავაკეთე ამ გასიებული ტალშინკებით გასასუქებლით და როგორ ვერ გაიგე დედიკო და ნუ ორმა ადამიანმა ძლივს ამოვიყვანეთ სცენაზე რა. ამოვიდა. როცა ჩემ თვალწინ კულბითი გააკეთა. გაიგე და ძლივს ჩავიყვანე. ეხლა მეტყვით რომ ის ლეგენდა კი არა, საოცრება ვნახე, საოცრება. სცენაზე ფეხის დადგმა და ლილის შეცვლა იყო ერთი. ესეთივე იყო ბატონი მიშა. ეს ფიცარნაგი, ეს სცენა მისთვის იყო კი, რაღაც აი საკრალური რა, ესეთი განსაკუთრებული რა. და მე ვფიქრობ რომ ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს იმის ბედნიერება რომ ვეზიაროთ თქვენს
ხელოვნებას, თქვენს ეკა ძალიან. მე არა, მართლა. ხო და აი მაგრამ ბრაზდები ეგეთ რამაზე. რატო ბრაზდები? აი ახლა ერთი წუთით უნდა მოვუყვე. მე რა თქმა უნდა თქვენი ყველა სპექტაკლი, თითქმის ყველა სპექტაკლი ნანახი მაქვს, მაგრამ მე და ჩემი შვილები და მეუღლე, ჩემი შვილები რაც კი 14 წლის, 16 წლის. მოვედით ვოდებილებზე, ჯერ დაიხოსდნენ, მერე იქორწინეს და მინდოდა რომ აი ეს შეხება ქონდა ხა თელი ჩვენი ბავშვობა და თელი ჩემი ცხოვრება ეს სპექტაკლი და რა ვიცი აი ყველაფერია და რა თქმა უნდა მე კი ვიცოდი ზუსტად თან კესო თქვენმა თქვა რომ აი ისი ამომლეთო და ესენი რომლებიც გაჯეტებს არ ცილდებიან ხო იცოდეს თაობა და აი პირველივე წამიდან აი ესე გავხედე ნიკოლას და იკას და მონოსხული სახეები და შევიდნენ სპექტაკლში. ძალიან კარგია. ეს არის საოცრება და 30 წლის სპექტაკლია, ხო? კი. 30 წლის სპექტაკლი. დაიდგა 95 წელს. მაშინ ვიყავი 36 წლის დაახლოებით. ძალიან ხნის მანძილზე მათამაშებენ ამ საშინო სპექტაკლს, ვიცი რომ ნუ აი რა გითხრა. არა, მეც ძალიან მიყვარს თვითონ პერსონაჟიც, ყველაფერი. მე ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარე ამ პერსონაჟზე. სირგო. როგორ ამბობ? ჩემი შვილი, რომ ეს არის. ხო და ბევრი ექსპერიმენტი, ერთ-ერთი ექსპერიმენტი ესეთი იყო, რომ კინოგრიმი გავიკეთე, ესეთი რომ ესე ახლო მანძილზე რო ვერ შემომჩნევდი და მაშინ იყო ნავთლუხში ბაზარი და ნავთლუხი კი არა, ავლაბრის ბაზარი და ესე ჩემი მეგობრები შეუშვი ბაზარში კამერებით და მე შევედი ჩვეულებრივად ვაჭრობდი, მე მაინტერესებდა სიცოცხლის სიმღერიანი იყო ეს კაცი თუ არა. ძალიან ჩვეულებრივად მიმიღეს იქ. უბრალოდ ცუდი ფინალი ქონდა, იმიტომ რომ ქათმის ყიდვასაც ვაპირებდი და იუმორი ვერ გამიგეს ეს. ნაჯდომია მეთქი ვკითხე. არა კაცო, ვარიკაო და ესე ფეხები დაამტრია და მეოთხე ცუდოა კაცო, მოიცა მაგრამ ნაკოლკა რატო აქ მეთქი სტამპები ქონდა და ვედია ბიძა ჩემო და ისე მითხრა რომ შენ მე სკრიპტი და ეგეც გადაღებულია სხვათა შორის კაი თაკათუკი ხო ასე რომ მოსეფონ ბევრ ამას შემომთხვია რა და ბევრი სალაპარაკო და ბევრი კითხვა და მართლა ამოუწურავია ეს სპექტაკლი ამოუწურავი ჩვენ სახლში ეხლა ამ სპექტაკლის შემდეგ ამ სპექტაკლის ფრაზებით ვlapარაკობ, ну სირგო მაგალითად გული მოიოხე და რაღაც აი ესე ვlapარაკობ სახლში და მე ისე მიხარი, ამიტომ მადლობა ამ ბედნიერებისთვის და მადლობა. ეხლა კითხვა რა შემდგომარეობს? რა რეჟიმით ცხოვრობს, რა საკვებ დანამატებს, ისეც იღებს გოგა პიპინაშვილი, რომელიც არის 67 წლის, რომელიც სპექტაკლში ჯერ დაიხოცენ, მერე იქორწინეს, ხტება ბოძზე. ამას როგორ აკეთებთ? არ ვიცი. ამ ორმა გენიოსმა მე გულისხმობ ბატონ მიშას და ქალბატონ ლილის აი ეს ხეზე აძრომა მასწავლეს. ხო და ეგ ძალიან მაგარი რამეა, იმიტომ რომ ქალბატონმა ლილიმ მასწავლა იმ ხიდან გადმოვარდნა და თავის გატეხვაც არაფრის აღარ მეშინია ამ ქვეყანაზე და ამიტომ ჩემი შეშინება ნამეტანი ძნელია. ამიტომ ეს ფიცარნაგი ჩემთვისაც ის რაღაც როგორ გითხრათ, მართლა იდუმალებით სავსე საკრალური ადგილი გახდა. იქ რო ავდივარ, აი ხა მაგალითად ბოლო სპექტაკლი პარტნიორმა იგრძნო რომ ცუდად ვიყავი. პარტნიორმა მე არა. და ცუდად არის და ატყდა ფოიეში თურმე ერთი ამბავდა რომ გამომიყვანეს, გამიზომეს უცებ წნევა, წამლები პირში რაღაცა და მქონდა ძალიან მაღალი წნევა. აი როგორ ვითამაშე სპექტაკლი, ან მე იქ ვერ უგრძნობდი ამას, მაგრამ
გძნობდი ერთ რამეს რომ ვერ ვხედავდი პარტნიორებს, მაგრამ ის მექანიკაში ჩამჯდარი რაც იყო, აი იმითი ხომ არა ეს ისეთი რამეა იქ და რო ესეთი ადიხარ. ყოფილა რომ სპექტაკლის დროს გაგიჩერებიათ არა ხო ეს გამორიცხვა. არა. არც მოხსნილა ჩემს გამო. და აი აქ პატარა ექსკურსია უნდა ჩაუტაროთ სრულად არა. აი რამდენიმე ცენტრალურ სურათთან აფიშასთან მიმიყვანეთ ან თქვენ საყვარელ ადგილებთან. იცით რა? რითი დაიწყებდით? აი აქ ყველა ფოტოს აქვს თავისი ვებერთელა ისტორია. ძალიან გამიჭირდება აქედან რომელიმეს შერჩა. მოდით აი სამი. არის მაგალითად დონ ჟუანი, რომელმაც მე ვაზიარა საერთოდ ყველაფერს აქ. აი ეს არის არაჩვეულებრივი სპექტაკლი ბატონ მიშასი, როცა მე მოვედი თეატრში, სწორედ მაშინ შედგა პრემიერა ამ სპექტაკლის, ჯერ თამაშობდა მურმან ჯინორია და შემდეგ ზურა, მურმანი გადავიდა სხვა თეატრში. და აი სწორედ მაშინ თამაშდებოდა ეს სპექტაკლი და იქიდან მოყოლებული ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამ სპექტაკლმა მოგვატარა მთელი მსოფლიო. თუმცა მანამდე იყო აი უამრავი სპექტაკლი, ახლა აქ არის მაგალითად შუშანიკის წამება, რომელშიც მეც თამაშობდი იაკობ ხუცეს. და ბუნებრივია ჩემთვის ყველაზე აი ამოუხსნელი ფენომენი ეს არის ჩვენი პატარა ქალაქი. ხო. თქვენთვის ასევე ამოუხსნელი, აბსოლუტურად. საეტაპოს ვერ ვიტყვით, აი ეს სპექტაკლი თქვენთვის რა არის? ეს თეატრი, ეს სპექტაკლია. ხო. მესამე ამოცანა გამოიყვანე. ესე მითხრას აუცილებლად ნათქვაო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი შეხვედრები ეკახოფერიასთან და დაგვიწერეთ კითხვები, მოგწერეთ თქვენი მოსაზრებები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ეს არის განსაკუთრებული ჩემი დამოკიდებულება, მართლა განსაკუთრებული ეკახოფერიას მიმართ, იმიტომ რომ ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს პატივი რომ მას გადავკვეთოდი ძალიან ადრე და დამოკიდებულება მაქვს აბსოლუტურად განსხვავებული ყველასგან. ან ურავის ნუ ეწყინება ეს განსაკუთრებულობა, იმიტომ რომ მაქვს ჩემი ობიექტური და სუბიექტური დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ. გოგა პიპინაშვილს უნდა უყუროთ შეხვედრებში ეკახოფერიასთან, ყველაფერს ვიყენებ რეკორდ. მადლობა, რას ამბობთ პირიქით. წავედით თავარი ადგილისკენ. სულ მგონია რომ დღეს ბატონი მიშა არის ესე დღეში. როგორ? არა თქვით თავიდან. რა გონიათ? აი ესეთ დღეშია ბატონი მიშა, ეხლაც კი. ეხლაც ესეთ დღეში ხო, იმიტომ რომ აი გარედან დაანახა ჩვენი თავი. ვაიმე რა, უბედურები ხართ რა, დღეში ხართ თქვენ უბედურები. მაგარია. მაგრამ რამდენი ექსპრესია აშვიგნით, აი ესეთია რა, ძალიან მაგარია. თქვენ რა ჟესტს მიიღებდით? აი ამას. არა, მე მხოლოდ თანხმობა შემიძლია. ყველაფერში ვეთანხმები ამ ადამიანს. ეთანხმებით. აბსოლუტურად. და ძალიან დიდი შემოქმედებითი თემაც დევს მასში, აი ეხლა რო უყურებ. მაგრამ თუ ამას აი იმ როგორ თქვა, იმ პატარა ირონიულ თემაზე გადავიტანთ, აი ნახეთ ეხლა როგორ დამოკიდებულება ჩანს. რა დროს თეატრია, თქვენ უბედურებო, მიხედეთ თავებს. მე ვერი ყველაფერი ნათქვამია. GNG დაიმახსოვრეთ ეს კომპანია. როგორ იწყება საქმე, რომელიც ღირებულებებზეა დაფუძნებული, რომელიც პერსპექტიულია, რომელიც გეამაყება და რომლითაც მთელი მისი გუნდი არის მოცული. მე მოგიყვებით კომპანია GNG-ს შესახებ, ჩვენ ვართ სოფელში ძველი ქანდა და ეს ამბავი დაიწყო ძალიან საინტერესოდ. ეს არის პირველი ქართული ქარხანა, რომელიც საქართველოში სტომატოლოგიური მიმართულების განვითარებაზე მუშაობს და რომელიც აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების სასტერილიზაციო შესაფუთ მასალებს. ისტორია პირველ პირში მისი მთავარი გმირისგან. და აი ჩვენი მასპინძელიც გიორგი ჩაგელიშვილი, წყალბურთელი, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ამბის თავკაცი. გამარჯობა გიორგი. გამარჯობა ეკა. მე ძალიან მიხარია რომ
ჩემს გადაცემაში დავიწყე შენი საქმის წყალობით მოგზაურობა. ვარ ძველ ქანდაში, როგორც გითხარით. დაგვეთვალიერებინე? აუცილებლად. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. წავედ. ეს იდეა გაჩნდა დაახლოებით 2020 წლის პანდემიის პერიოდში. საუბრობდით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც არის ასევე ჩემი პარტნიორი, ამ კომპანიის თანამფლობელი, გალაქტიონ მახველაძე. მე და გალაქტიონ ვლაპარაკობდით, რომ შეიზღუდა ძალიან ბევრი რაღაცის მოწოდება. აი, ლოგისტიკურად გახდა პრობლემა, ქვეყნები ჩაიკეტა და ისეთი რაღაცების მოწოდება შეიზღუდა, რაც ეხებოდა სამედიცინო მიმართულებას. 2021 წელს პროექტი შედგა, ესე იგი, მონაწილეობს GNG ამ პროექტში, მონაწილეობს პროკრედიტ ბანკი ამ პროექტში, აწარმოეს საქართველო და EBRD-ს, საიდანაც რაღაც ნაწილში მქონდა მხარდაჭერა. ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის. შევქმნით ეს ადგილი, ეს ქარხანა, დავიწყეთ ეს პროცესი და დავიწყეთ ამ პროდუქტის წარმოება. რაც ბევრ რაღაცას აადვილებს დღევანდელ დღეს უკვე, იმიტომ რომ ფასით ძალიან კონკურენტულები ვართ. ბუნებრივიც არის, როდესაც ჩვენ წარმოებლები ვართ. და ხარისხი გვიჭირავს ისეთი, რასაც გვიდასტურებს თუ ავსტრიის მიერ გაცემული სალიცენზიო საბუთები, როგორც არის C სერტიფიკატი, ეს ეხება პროდუქტს და ISO სერტიფიკატი უკვე მენეჯმენტი. ამისთვის ჩვენ შევიძინეთ დანადგარები, შევიძინეთ ყველა ის აპარატი, რომელიც საჭიროა ამ პროცესის წარმოებისთვის და შესაბამისად აი ამ სივრცეში ვახორციელებთ კონკრეტული ზომების მიხედვით დაჭრას, კონკრეტული ზომების მიხედვით დამზადებას, დასაწყობებას და მერე შემდგომ რეალიზაციას. ევროპის გამოფენა 2 წელიწადში ერთხელ ტარდება და არის მსოფლიოში ყველაზე დიდი გამოფენა დენტალური მიმართულებით. ამ გამოფენაზე თავს იყრის ყველა ის კომპანია, რომელიც დღესდღეობით კონკრეტულად ქმნის პროდუქციას და განვითარებას სტომატოლოგიაში. ჩვენ ერთ პატარა კომპანია ვართ, ჩვენ ვართ კომპანია GNG და ჩვენ გვაქვს რაღაც ჩვენი მიზნები, ჩვენი ხედვა, ჩვენი რწმენა, როგორც მოძრაობთ და ჩვენი ღირებულებები, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ აღმოჩნდით პირველი კომპანია, რომელიც მიიღო ამ გამოფენაში 10 წლის განმავლობაში მონაწილეობა. ეხლა რომ წარმოვიდგინოთ დიდი პავილიონი, საგამოფენო, უზარმაზარი სივრცე. ბატონებო და ქალბატონებო, მთელი მსოფლიო და მსოფლიოს ბრენდები ჩამოსულები, რომლებიც აი რაც კი სტომატოლოგია, სტერილიზაციას, შეფუთვას, ყველაფერი რაც კი ხდება რაც კი ხდება, იქ არის გამოფენილი და გიორგი ყვებოდა ერთი პატარა ადგილი, ადგილი მქონდა, სადაც პირველად საქართველოში გამოეფინა საქართველოში დამზადებული პროდუქცია და ეს იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ამაღელვებელი და ემოციური მომენტი, რადგან ჩვენ მართლა ერთი პატარა ადგილი ქონდა, არ მახსოვს რაღაც 9 კვადრატი იყო, 12 კვადრატი და ქართველი ექიმები გულშემატკივრობდნენ. ძალიან ამაღელვებელი, ძალიან ემოციური მომენტი იყო და ერთი პატარა ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ყველა დანარჩენი კომპანიები ისწავლეს, გვიყურებდნენ, ეს ხალხი ვინ არის, ანუ რატომ მოდის ეს ხალხი ამათა, რატო იღებენ სურათებს, იმას მოხარიციან რა ხდებოდა და აი ეს იყო ძალიან დიდი მხარდაჭერა ყველა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ჩვენთან იმ დღეს მოვიდა და დაინტერესება იყო მაგალითად ბრაზილიიდან. ასევე გვაქვს დაინტერესება ინგლისი, პოლონეთი, რუმინეთი და იყო კიდევ ორი ქვეყანა, ეს არის იტალია და საფრანგეთი. ეს არის ცოდი? არა. აუ, ეს ძალიან მაგარია. ეს არის ერთ-ერთი განსაკუთრებული სპექტაკლი კიდევ ამ თეატრის არსი. მოდი ესე დავარქვა, იმიტომ რომ ეს თეატრი არის სიყვარულის. ძალიან დიდი სიყვარულის. და ეს სპექტაკლიც სწორედ იმ სიყვარულის აღნიშვნა. ეს არის ზაფხულის ღამის სიზმარი. და ბატონი გოგი ალექსი მესხიშვილის მოხატულია ეს კედელი, რომელიც აი დარჩა ყველაზე მთავარ რელიკვიად ეხლა ამ თეატრში და ბატონი მეშა შექმნილი აი ეს სპექტაკლი, რომელიც არის სიმღერა სიყვარულზე თუ ხოტბა სიყვარულის, არ ვიცი კიდევ რა შეიძლება დავარქვა. რომ წარმოვიდგინოთ თან თქვენი ცხოვრება
მთლიანად დაკავშირებულია ახალ თაობასთან, იმიტომ რომ თაობები გაიზარდა, იზრდება, ეს მგონი, აი ეს არის მე მგონი ყველაზე მთავარი რეცეპტი თქვენი ამ ენერგიის. წარმოვიდგინოთ მოზარდი, ან ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი უნახავს გოგა პიპინაშვილის და თქვენ შესახებ თქვენი ერთი სპექტაკლით უნდა მოუყოთ. რომელ სპექტაკლს აჩვენებდით? იყო ასეთი სპექტაკლი ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი, რომელიც გააკეთა ბატონმა გოგი მარგულაშვილმა. მაშინ საგრძნობლად ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან ბევრი ვიწვალე. ეს არის ლუიჯი პირანდელოს ნაწარმოები და ძალიან ბევრი ვიქეკეთ და შემდეგ შედგა სპექტაკლი და მე ვთვლი რომ მე არასდროს მსგავსი არ გამიკეთებია, თუმცა იყო რაღაცა სპექტაკლები, გამონათებები ისეთი, რომელზედაც მე ძალიან ბევრს საუბრობდნენ და ასეთი იყო, ვთქვათ, ემიგრანტები, სადაც მარტო მე და ზურა ვიყავით ხიფშიზე და ისეთი კარგი სპექტაკლი გამოვიდა. მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ეს იყო ავტორის მაძიებელი 6 პერსონაჟი და ახსნა ყველანაირად შემიძლია დღეს, აი იმ კითხვაზე რომ პასუხი გაგცეთ, რატომ ეს სპექტაკლი, მაგრამ იქ არის კიდევ ერთი პატარა ნიუანსი, რომ აი ახლა ვარ იმ ასაკში, როცა ზედმიწევნით ზუსტად მესმის რა მქონდა მაშინ სათამაშო. შეგიძლიათ უფრო ამიხსნათ? მაშინ ვთამაშობდი ჩემი ასაკის კაცს და ვიყავი ალბათ 43-44 წლის და ჯერ კიდევ ის გამოცდილება იმ სიღრმის და იმ სულების არ მქონდა და არც ვიცოდი და აი ახლა ვიცი რა მაქვს სათამაშო და ის სპექტაკლი აღარ მაქვს. ხო, აი არ ხდება ესეთი რამე და ცოტა გული მწყდება ამაზე, იმიტომ რომ ეხლა ეპიზოდებს რო ვიხსენებ, კი იყო იქ მცდელობა იმის, მაგრამ არ მესმოდა. ხო. ბოლომდე ამომწურავად არ მესმოდა, რატო ვაკეთებდი ამას. ეხლა პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ბილეთს ვერ იშოვი პრაქტიკულად ყველა სპექტაკლზე. აი ვერ იშოვი ნამდვილად, ხო? აღარ ვამბობ მართლა სავიზიტო ბარათი სპექტაკლები, მართლა ძალიან ბევრი გაქვთ, რა ვიცი, ლამის ყველა, მაგრამ ვახსენებ ჩვენ ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს და ბაკულას ღორები. აი ბაკულას ღორების ენერგეტიკა, ფენომენი, აი ეს სულ ახალგაზრდა ეს როგორია? ეს არის ბატონი მიშა. ეს არის ბატონი მიშა. ესე იგი, როგორი გადამეტებულადაც არ უნდა ითამაშო, აი არ ვიცი, რაც არ უნდა ქნა, ისეთი მყარი კონსტრუქცია აქვს ამ სპექტაკლს. ვერაფერს ვერ უშვები. ვერ გააფუჭებ, რა ძალიან რო გინდოდეს და ეს ლეგენდად ქცეული სწორედ იმიტომაც არის ეგ სპექტაკლი, რომ ყველა ახალ პირველი რიგის ადაპტაცია ამ თეატრთან, იმ მსახიობებთან, ბატონ მიშასთან, ყველაფერთან. გემოსთან. და მე ყველაფერი დანარჩენი რა. ახალი თაობა, მოზარდები რა, მე ძალიან მაინტერესებს ეს თემა, იმიტომ რომ მარტივად შვილები მყავს, გარდა ამისა მეც ძალიან ხშირად მაქვს შეხება და თქვენ მართლა თქვენი ცხოვრება. თუმანიშვილის თეატრის გაცნობა ან აი რომ შეიყვაროს მაინც დაიწყოს, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს, ბაკულას ღორები. აი, მოდით რაღაც რეკომენდაციები მივცეთ. მე ვფიქრობ, რომ ბაკულას ღორები ეს არის განსაკუთრებული და გარდა ამისა, იცით, დღეს არის რაღაცნაირად დაკარგული ის იდუმალება, რომელიც თეატრს უნდა ახლდეს. აი მე რო ვიხსენებ ჩემს ბავშვობას და ჩემს ახალგაზრდობას, სულ მაინტერესებდა იმ ფარდის მიღმა რა ივალებოდა, როგორ იცმევდნენ მსახიობები რა, როგორ იკრავდნენ იმ პატარა ულვას, როგორ კეთდებოდა ეს ადამიანი სხვა ადამიანად და ასე შემდეგ. აი რა ხდებოდა
აი ამ ფარდების მიღმა სადღაც კულისებში. დღეს ეს ყველაფერი არის ცოტა ყველაფერი ეკრანზეა. ყველაფერს ხედავთ. კი და ძალიან პლაკატურია ეს ყველაფერი ის კი არა და აი მხელა განცდის შემდეგ როცა მე მაგალითად ჩემი ნება რო იყოს ახლა რამოდენიმე სპექტაკლში მოხსნიდი აი რომ ტაშს უკრავენ და ჩვენ რო გამოვდივართ მსახიობები დიდი მადლობა რომ გიჯდებით ამაზე რომ ეს ტაშია ყველაფერი თურმე აი ამას მოხსნიდი რატო მოხსნიდით? მე აღხსნი ამას რა ჩვენ რო ტაშს უკრავთ ამას მოხსნიდით? ხო რატო? ეცეთ რა ახლა ძალიან ესეთ თემაში შევალ როგორ გითხრა არ მე მინდა რომ ზუსტად იყოს გაგებული მე ვთამაშობ აქ ერთ-ერთ სპექტაკლს რომელსაც ქვია უხერხემლო ეს გააკეთა ბატონმა ვანო ხუციშვილმა და მე და ნინელი ვთამაშობთ დედას და მამას ტრანსგენდერი შვილის დიახ ხო და ნუ თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ ამ თემას, იმიტომ რომ რა ასქვია ტრანსგენდერი ავიდა თუმანიშვილის სცენაზე ეს ასე არ არის, ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ რომ აქ არის მშობლის ყველა და დიდი ტკიბილი და იმ ტკიბილზე, იმ პატიებაზე, იმ არ დანახვაზე და ასე შემდეგ. სპექტაკლი იწყება იმით, რომ გარდაცვლილი შვილი დევს სახლში. და ეს მიუღებლობა სოფლის ასე შემდეგ. და იქ არის საშინელი განცდა, ცალ-ცალკე ორ-ორი მონოლოგი ტკივილი შვილთან, დამშვიდობებაც, პასუხიც, ყველაფერი. და საკმაოდ ნატურალისტურად არის ეს გადმოცემული აქ მშობლის ტკივილი. ამის შემდეგ მე ვიყავი ის რომ ვტიროდი არ არის სწორი რა არ არის სწორი მე არ შემიძლია მე არ ვყალბობ ეს ჩემი ცხოვრების წილია და თუ განვიცდი ნამდვილად განვიცდი და მე სცენაზე დგომა და იცით ეს კაცი მე ვიყავი ხო, მაგრამ მე მგონი რომ ეს კონკრეტულად იმ სპექტაკლზე დაგემართათ თქვენ რა? ხო. არა, ხო, იმიტომ რომ გაჩნია რა სპექტაკლია, რა ენერგეტიკაა, სადღაც არის მხიარულება და კარგი ხაზი და რატომაც არა. და ამას ძალიან პირიქით ეს ენერგეტიკა მოთხრა. ის იმდენად დიახ, ეხლა ვითამაშე, აი სულ რამოდენიმე დღის წინ დამთავრდა ეს ვნებები თელებქვეშ. სადაც ასევე არანორმალური ემოცია, პატარა ჩვილი ბავშვი ამხნის კაცს გარდაცვლილი ხელში და დასტირის ამას და ამის მერე დგომა მაყურებელთან დიდი მადლობა ეს კაცი მე ვიყავი რაღაც არ არის ეს ჩემი საქმე რა არ არის ზოგადად იქ ალბათ მართლა ძალიან რთულია იმიტომ რომ მე რას ვამბობ იცით რომ იმდენი რთული რაღაც ხდება ზოგადად, ხო, ირგვლივ. აი მე მაგალითად ხშირად მაქვს ხოლმე რომ საერთოდ ტელევიზორს გამოვთავ, გამოვალ სოციალური ქსელიდან, იმიტომ რომ რაღაც პროექცირება შენ თავზე ხდება და აი მსახიობს ყოველ ჯერზე, ყოველ სპექტაკლზე თუ ეს არის ესეთი ძარღვიანი და ესეთი სპექტაკლი. დიახ. ხო ის შენი ნაწილი ხდება უთუოდ. რა თქმა უნდა, ოსეფაც ეგრეა. ერთი დღე მჭირდება რომ ეს კოჭლობას გადავეჭვი. მე გეტყვით ერთ რამეს ეკა და აი ამას გეუბნებით აბსოლუტურად გულწრფელად არ შევდივარ არც ერთ თემაში, მაგრამ მე დღეს შეგრძნება მაქვს რომ დაკარგული მაქვს პროფესია. იმიტომ რომ ჩვენმა დღევანდელმა მდგომარეობამ და სოციუმმა მოიტანა ესეთი რამე რომ ყველა თამაშობს. ყველა თამაშობს, დიდი, პატარა, ამხელა, იმხელა, ესეთი, ისეთი, პოლიტიკოსი თუ, არაპოლიტიკოსი თუ, ვინც გინდა და ჩემი ფუნქცია აღარ არის და მე ამ ფიცარნაგის იქით თამაში არ შემიძლია, არც მინდა.
ის რაც ვარ მორჩა და გათავდა და ჩემთვის ეს არის არეალი სათამაშოდ ვიღაცა ტიპის ხასიათის ჩვენების და აბა გაიხედეთ რამდენი თამაშობს რამდენი კი არა ყველა მოდით ვილაპარაკოთ თქვენს სტუდიაზე მე მომისმენია როგორ გაჩნდა ამ სტუდიის იდეა ჯერ კიდევ მიშა თუმანიშვილი ბატონი მიხეილ თუმანიშვილი იყო ცოცხალი და ხელმომწერებს შორის სის პირველი ნომერი იყო დიახ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მაშინ ხო რამდენი წელი გავიდა რამდენი წლის წინ შეიქმნა მომავალ წელს ხდება 30 საოცრება ძალიან დიდი ხანია და ძალიან ბევრი წელია და რამდენ თაობას გაუვლია. იმთავითვე ეს იყო ჩაფიქრებული, რომ თქვენი სახელოსნო ქონოდათ. აი იდეა რა იყო? იდეა დღესაც ეგ არის, რომ რაც შეიძლება გაეცნონ თეატრის არსს. აი შიგნით სამზარეულოს ცუდსაც, ავსაც, კარგსაც და ასე შემდეგ და ხელოვნების აი იმ დარგებს მე არ გამოვყოფ რომ ეს არის ცალკე სამსახიობო არა არც ერთ შემთხვევაში იქ არის მუსიკა იქ არის ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები მხატვრობა და ასე შემდეგ კარგი მაყურებელი მაინც უნდა იყოს ავის და კარგის გარჩევა შეძლოს და აზრი დაატანოს რას უყურებს თუ წაკითხული არა აქვს მაინც ხო და მე როდესაც ჩნდება სურვილი რომ მე თანამონაწილე ვიყო აი ამის იმას რა თქმა უნდა ძალიან დესპოტურად ვექცევი ვაჩვენებ ყველა უარყოფით მხარეს რაც ამას ახლავს ამ პროფესიას და მე მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება რა უარყოფითი ამ პროფესიის რა არის უიმე ძალიან ბევრია, ძალიან ტკივილიანია, ძალიან დაუნახავი პროფესია, თუმცა აი ამის აი როგორ გითხრათ, ამისთვის არ ცხოვრობ ალბათ რა, რო ის დაინახონ. ხო, მესმის, ხო. მაგრამ აი მოbrunდები უკან გავლილი ცხოვრებით და 5 წელი ფოტოს მეტი არაფერი არ გხდება. ნუ სამაგიეროდ რა ის ხო ისი რა 5 ფოტოა. ზოგშეირ ალბომი ქონდეს. რამხელა ემოცია შიგნით ჩადებული და თუ ნებისმიერ პროფესიაში ესეა და მე ესე ვხედავ და ესე მინდა რომ ვთვლიდე ნებისმიერ პროფესიაში თუ მიხვედი პროფესიაში ნებისმიერში რაღაცა განსხვავებული ოღონდ შენი ინდივიდუალური აგური დასადები გაქვს რომ ის პროფესია განვითარდეს აი რაღაც სხვა ეტაპზე გადავიდეს წინააღმდეგ შემთხვევაში კედლის ერთ-ერთი აგური ხარ რა და დამთავრდა და აი რაღაცით უნდა წაეხმარო იმ პროფესიას. აი რაღაც განსაკუთრებული შენ თვითონ უნდა აღმოვაჩინო თუ ხარ ამ პროფესიაში. თუ არა და აი სტანდარტში ყოფნა რაღაცა ძალიან არ მიყვარს. ბატონო გოგა, რამდენ თაობას გაუვლია? აი რა შეიცვალა ეხლა? აი ხო. აი როგორები არიან ეხლა? ძალიან კარგები. ეცით რა ნახე ბევრჯერ მithქვამს და ეხლა გავიმეორებ რომ ჩვენ ტექნიკურ პროგრესს ვერანაირად ვერ გავაჩერებთ და ის კი არა და მე ამ ხნის კაცი დაბმული ვარ რა რო შევდივარ Samsung კომპიუტერი თუ არ ჩავრთე და რაღაცა მაგ დასახაზი, დასახატი და ასე შემდეგ ამის გარეშე მე პროგრამებით მუშაობ ხო? რაღაცები არ შემიძლია რა, იმიტომ რომ რაღაცა დასამონტაჟებელია, მოსასმენი მაქვს და ასე შემდეგ. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ყოველ 6 თვეში ერთხელ თუ წელიწადში ერთხელ ახალი მობილური გამოდის არანორმალური ფუნქციები და დღემდე ვერ გავრკვეულ ვარ რა ფუნქცია აქვს კაცო ამას კიდე მისეთი. მაგრამ თქვენ ხართ ადამიანი რომელსაც მოგწონთ ეგ და ახალ-ახალი გაჯერები. მოწონს კი რა, საჭიროება და აუცილებლობა ამის. ხო, რასავე. კაი. ხო და ეხლა რო უყურებ ამ ახალგაზრდებს როგორ მოქმედებს აი ეს ტექნიკური პროგრესი დამნაშავეთ ვერ ვთვლი ვერც მშობელს და ვერც იმის გამომგონებელს. ის აუმჯობესებს რაღაც განსაკუთრებულ არეალებს და ასე შემდეგ. უბრალოდ ჩვენ უნდა ვასწავლოთ ამის სწორად გამოყენება. აი როგორ, ყველა ამას ვამბობ. აი როგორ. როგორ? მე ავხსნი. ჩემებურად.
ესენი მიჩვეულები არიან ვიზუალს. გამოსახულება და ასე შემდეგ. მე ამისი ძალიან დიდი პრეზენტაცია გავაკეთე აქ თუმანიშვილის თეატრში. მოვიწვიე მთელი თეატრალური უნივერსიტეტი, კრიტიკოსები, თეატრმცოდნეები, პედაგოგები თეატრალური უნივერსიტეტის და ძალიან ხმამაღლა გამოვაცხადე, რომ მე ვცვლი სასწავლო პროცესის მეთოდოლოგიას ჩემ სტუდიაში. როგორ? ავიღე ძველი ქართული ფილმები და დავიწყე მისი გადახმოვანება ბავშვებთან ერთად. კომპლექსურად ყველა სავარჯიშო, რომელიც ჩემთან ჭირდება, არის ერთად მოქცეული სწორედ იმ გახმოვანებაში. ყურადღება, მეტყველება და რა ვიცი, რა გითხრათ კიდე. და ხასიათი იპოლიტე ხვიჩიას რო უყურება. მაგალითად, ხო, აი მოდი დავიღოთ ერთი ფილმი. აი მაგალითზე მომიყევით, როგორ აკეთებთ ამას. ესენი თვითონ ირჩევენ ფრაგმენტს ნებისმიერ ფილმიდან. ნებისმიერ ხო, ფილმიდან. ძველი ქართული ფილმიდან. ნახულობენ, ეძებენ საკუთარ ხმას, რომელიც შეუძლია თავისი ხასიათით რომ იქამდე მივიდეს, მერე დგება უკვე ტექსტი, ამოწერილი, ნამეცადინები, შესწავლილი, მთელი ფილმის ტექსტი, საოცრებაა ეს. სიურპრიზი გამიკეთეს და გარიგება ჩემი ფილმი გადამიხმოვანა ორმა ლაწირაკმა ბავშვმა ჩემმა ანგელოზებმა. აი ნანული სარაჯიშვილის სცენაზე ამოვარდა, რომ ვინ არის ის მაჩვენეთ, ვინ გამახმოვანა და მე გავგიჟდი, იმიტომ რომ მე ვახმოვანებ ფილმში და არ მქონდა არანაირი აი ყურში რაღაცა განცდა, რომ ჩემი ხმა არ არის. რა სამობთ, იმდენად მიამსგავს. აუ, ნუ ძალიან მაგარი იყო რა. არა, საქმე სწორედ მაგაშია. მიმსგავსება არ არის აქ. მისებურად გააკეთა? ხო, ის აკეთებს, ის ინდივიდუალურია და ის გამოაქვს და ეს არის ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი. მე არ ვასწავლი განსაკუთრებულად იმისათვის, რომ მშობლებს თვალები აუხვიო, ცეკვა უნდა მქონდეს, აუცილებლად სიმღერა უნდა მქონდეს, არ არის ეგ აუცილებელი. ჩემთვის ხელოვნების ის პატარ-პატარა დარგებია მნიშვნელოვანი. აი მაგალითად, მოდი ესე შევხედოთ, ყმაწვილი შემოდის ჩემთან და რა მუსიკას უსმენ, აი ამას და მაჩვენებს. წარმოდგენა არა აქვს, ვინ უკრავს? წარმოდგენა არა აქვს, ვინ მღერის? მაგრამ აი ეს რიტმიკა თუ მუსიკალური თემა მოწონს. კარგი. აბა მითხარი, რა და რა ინსტრუმენტი იღებს ამაში მონაწილეობა? დრამი. იმიტომ რომ რიტმია. მეტი ინსტრუმენტის ნასახი არ იციან. შესაბამისად არსებობს აი თქვენი არხი YouTube და იმ YouTube-ს აქვს ის განსაკუთრებული საშუალება, რომ ყველა ინსტრუმენტი თავისი ჟღერადობით ცალ-ცალკე გაიგონოს და შემდეგ იმ მუსიკალურ თემაში აღმოაჩინოს ვიოლინო, აღმოაჩინოს ჰობოი, აღმოაჩინოს კლარნეტი და ასე შემდეგ. თურმე კლარნეტი ჟღერს ესე. ბატონო გოგა, წლების შემდეგ ზოგადად ინტერესმა იკლო, თქვენ სტუდიას არ იკლო, ხო? ალბათ ესე იქნებოდა, ხო? იმიტომ ადრე ეს იქნებოდა უსაზღვროდ პოპულარული. საქმე იმაშია, რომ მე მაგითი დავიწყე საუბარი, ყველა თამაშობს გარშემო. სკოლაში, ტრანსპორტში, ქუჩაში, მაღაზიაში, სადაც გინდათ ყველგან. რაღაცა ცხოვრების წესად ჩამოყალიბდა. შიგნით რაც არის ადამიანი, აი მე ახლახანს მქონდა შეხება ერთ ადამიანთან დაფიქრებული გამოვიდა და შევხედე აი რას ეძებს ფიქრობდა. გამარჯობა რა უთხარ. გამარჯობა და უცებ გახდა დევგმირი. არა. ჩვენ დავკარგეთ რაღაცა ბუნებრივობის შეგრძნების აუცილებლობა, თუნდაც ეგრე. ხო, მაგრამ იმიტომ რომ სულ რაღაცა ფორმაში უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი აქტივობა ირგვლივ ყველაფერში და არ უნდა ჩამოვჩეთ. თქვენ ეს არ გააქვთ?
მაგრამ თქვენ მოცემულობა გაქვთ ისეთი, რომ მუდმივ აქტივობაში ხართ ისედაც, ანუ თქვენ ეს არ გაკლიათ და შევა ვიღაც საკლია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მოზარდში აღმოვაჩინო მისი ინდივიდუალიზმი, მისი ინდივიდი. და ეს არ არის ერთ თარგზე მოჭრილი თაობა. მეგობრობთ თქვენი სტუდიის ბავშვებთან? ძალიან. ისე რომ ჩემს პირადზე ხშირად საუბრობთ, ვეხმარებიან, ჩამოდიან, მივდივარ და ესე რა და ეს ურთიერთობები არის განსაკუთრებული. ხშირ შემთხვევაში ჩემი შვილისთვის მithქვამს, რომ შენ არ მეიმედები ისე როგორც ესენი რა. მეიმედებიში იმას კი არ გულისხმობ. საპლობზე ყვავილს მოგიტანენ თუ არა. არა. თავის გადადება რო შეუძლიათ საქმისთვის, აი მაგას. და ეგეთები მრავლად არიან საბედნიეროდ, რომ მართლაც შეუძლია შეპყრობილები არიან და უნდათ რომ რაღაცა შეცვალონ და ჯერჯერობით გარემო არ აქვთ მაგისი რომ შეცვალონ, თორე ესენი აუცილებლად შეცვლიან ბევრ რამეს. ხო რა? აუცილებლად. თეატრს ჭირდება, ისევ როგორც ყველაფერს, ჭირდება განახლება. ამოსუნთქვა და განახლება, თორე მე უნიჭო 30 წლის მანძილზე აი ვინმე უნიჭო არ შემხვედრია. ყველას თავისი ინდივიდუალური ნიჭიერება მთავარია მიაგნო იმას და ის ამოიღო იქიდან. და ამას დრო ჭირდება. 30 წლის მანძილზე 8 ჯერ შევიცვალე შენობა. ხო, აი ეს არის თემა. სად არის თქვენი სტუდია? სად დაიწყეთ? აი ახლა რაღაცა 2 ოთახი მაქვს ნაქირავები, რომ ნომინალურად მაინც არსებობდეს და ის არ დაიშალოს რა, თორე ბატონი ედუარდ შევარდნაძის 1-3 რეზოლუცია მაქვს და იქიდან მოყოლებული ყველა ჩინოვნიკის ვისაც ეს ეხებოდა. ეხლა კითხვა გაგიჩნევათ ალბათ, რომ კი, მაგრამ აქამდე 30 წლის მანძილზე აგური აგურზე რო დაგედო, სასახლეს ააშენებდია რა, შენ დალოცვილო და მე ვთვლი რომ ეს სახელმწიფოს ჩარევის თემაა და არამც ჩემი კერძო სტრუქტურა, რომლითაც მე ჩემს სკოლას დავარქმევდი. ესე რო ყოფილიყო, მე ხლა ალბათ მილიონერი უნდა ვიყო, ხო? ამდენი ბავშვი, გადასახადი, გადმოსახადი. ხო, თუმცა ფასიანია. ფასიანია, მაგრამ მე იჯარას ვერ აუდივარ, რომ იჯარა გადაიხადონ და პედაგოგს, რომელსაც მე ვიწვევ, იმასაც ხელფასი ჭირდება. და მე 30 წლის მანძილზე აქ ხელფასი და ბენზინის ფული გავაკეთე, ეგ არ არსებობს. ამიტომ მისი სახელმწიფო თემად ქცევა აუცილებელ პირობათაც კი მიმაჩნდა. კაცო, გამოიყენეთ თუ რამე შემიძლია და ვერავის ვერაფერი ვერ გავაგებინე. ვერც ერთ ხელისუფლებას, ვერც ერთ და ეხლა აქედან წავედი და ვარ სადღაც 2 ოთახში, და იქ ცეკვა როგორ უნდა მქონდეს. თუმცა ის მუსიკალური თემა, რაც ჩემთვის და იმ ბავშვებისთვის საჭიროა, ეს აუცილებელი პირობა, აუცილებელი. მე არ წუწუნებ რა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგას მე მივხედავ, მაგრამ ნახეთ რა მინდა გითხრათ რა. როდესაც ახალი თაობა მოდის, იმას ბუნებრივია ახალგაზრდა მშობელი მოყვება და ის მშობელია გაუთვითცნობიერებელი იმაში, სად მოიყვანა. და აუცილებლად პირდაპირ რეზულტატს ელოდება, რომ ბაბთა თავზე და 3 დღეში ეკრანზე ვაჩვენო ბავშვი, როგორ ყვება ამა თუ იმ მოთხრობას თუ ლექსს. მე კიდევ ვთვლი, რომ შეღავათიანი ტაში, აი დარბაზში დედა გენაცვალოს, დღეს არა, ხვალე გაიზდები და არტისტი იქნები. ეს ჩემი პროფესიის შეურაცხყოფაც არის და არ მემეტება ის ბავშვი მაგისთვის, რომ დედა ენაცვალოს ტაში. რა თქმა უნდა, პატარა ასაკში მიეჩვიოს იმას, რაც არ არის ანუ ცოტა ობიექტური უნდა იყოს ეს ყველაფერი. ყალბოვაციებს არ მიეჩვიოს. აი ამიტომ ამ ფიცარნაგისთვის, ვინც მოემზადება მარტო ის ავა ამ სცენაზე, არ შეიძლება სტანდარტულად არიქა მოდი და შევყარე. მაგრამ აი ნახეთ სტუდიის შემთხვევაში, როდესაც მოყავს მშობელს, მისთვის ამ რეალობის მიღება რთულია, მას რომ მოყავს სტუდიაში და რეზულტატიც უნდა. უნდა რომ მისი შვილი თუნდაც იმ პერიოდის მანძილზე გამოდიდეს სცენაზე და იღებდეს ამოვაცი. ვერ გავთ. მე ნახეთ, ეკა, მე გეთანხმები ამაში, მაგრამ მშობელმა უნდა იცოდეს, როდესაც ის მოდის და გაკვეთილზე მოყავს ბავშვი, სადახარ დედა
არ უნდა დაურეკოს შუაში. არსებობს შიდა განაწესი, რომელსაც მშობელიც უნდა გაყვეს. თუ მე მენდობი და ჩემთან მოიყვანე, მე ვიცი ის როგორ ავიყვანო სცენაზე. მაშინ მოდით თქვენ სახლში, მე ჩემთან და ჩვენი ერთობლიობით ის ავა აუცილებლად სცენაზე, მაგრამ ეხლა შენ რო გინდა რომ მთავარი როლი ვათამაშო სულ ამ ბავშვს და შესაძლებლობა კუნელის არ აქვს, ეგ როგორ არის? რთული თემაა. ხო. ანუ მაგრამ ამის ბალანსი შესაძლებელია. ხო, იმიტომ 30 წლიანი გამოცდილება გაქვთ ბოლო-ბოლო და რითია შესაძლებელი? ერთად საკეთებელი საქმე. ხო. აი ხელჩაკიდნებულები. თუ შენ არ აღგაფრთოვანებს ისე როგორც ჩემ სცენაზე, ჩვენი მსახიობები, მე რო დავინახავ, რომ რა მაგარი შეფასება ქონდა, გული ლამის გამისკდეს, ხო? თუ ეს არ აღგაფრთოვანებს, შენი ამხანაგი, შენი ძმაკაცი, შენი მეგობარი და ეჭვით უყურებ, რომ ვახ, ჩემზე მაგარია? აი, ესე შენ ხო მართლა გინდა რომ შენი შვილისთვის საუკეთესო. აი ხო, ეს ხო, რა ვიცი, მართლა ყველაფერს აკეთებ ამისთვის. და ზოგი ამ გზაზე ინგლისური ხატვა, ესა. კითხვას დაგისვავ შეიძლება. დავუშვათ ჩემთან მოყვანილი პატარა ბიჭი. რაღაც გარკვეულ პერიოდში არ ავიდა სცენაზე, ანუ სპექტაკლში არ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ავტობუსში ქალბატონს ადგილი დაუთმო. რომელი ჯობია? რა თქმა უნდა, ავტობუსში ქალბატონს ადგილი დაუთმო, იმიტომ რომ ეს იმდა ჩინაგანი ძარღვი აქვს ამ ბავშვს, სწორედ, რომ ის ბევრ ამას სხვაგვარად გააკეთა. და სცენაზე რო ავა როგორი ავა, მითხარით? უკვე ავა პიროვნება. არა? კი. რომელსაც ეს ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს და სცენას პიროვნებები ჭირდება. პიროვნებები. მაგრამ თქვენ რას მეუბნებით, ბატონო გოგა, თქვენი სტუდია არის სამჭედლო მსახიობების, რეჟისორების მომავალი არა? ადამიანების და ძმაკაცების და მეგობრების. ხო. ძალიან მაგარი სახელოსნოები გამოვიდა, იმიტომ რომ ხელსაქმესაც ვასწავლედი და დეკორაციასაც და საერთოდ ყველაფერს სწავლობდნენ, როგორ ეკეთებინათ. მე იმ დეკორაციას თვითონ ალაგებდნენ და თვითონ აკეთებდნენ და გამოდიოდა რაღაცა კარგი, იმიტომ რომ აი ახლა ნებისმიერ ბავშვს რო უთხრა რომ მოდი ლურსმანი დააჭედე, არ იციან რა, არც ჩაკუჭი, არც ლურსმანი, არც ეს და საჭიროა რომ სახლში გინდა ბიჭმა, გინდა გოგონა მიცოდეს რაღაცა ელემენტარული რაღაცები. ამუკას უყარე მე მამიკო აი მე ვაკეთებ არ შემეხოთ ეს ზოგს ხატავს ზოგს და იქ თუ ასწავლი კიდე ვის რა აი ეს ოთახია ია აქ ხედან ჩემი მშობლები ელოდებიან ამ ბავშვს ოდანდი აბა კეთილი იყოს ჩემი ფეხი art hole-ში არა, უნდა დავათვალიეროთ ახლა. ბატონი გოგა პიპინაშვილის გაკეთებული ხელნაკეთი ნივთები, საათები, სანათები და რა ვიცი, მოკლედ. ოღონდ ყველაფერს თავისი ახსნა აქ. ო, ეს რა კაია. აბა, მიხსენეთ ეს საათი. ეგ არის დაკემსილი, აი ნახე. გამსკდარი ღობე ვიპოვე და ისია დაკემსილი ლურსმანებით გახეთქილი და ანუ ეს სადღაც ის ღოღობის ის არის ხო? ფიცარი კი არა და რა ქვია? კი, კარგი ხარისხის ფიცარი იყო და ვერ გავიმეტე გადასაგდებად. ეს მოღუნული რომ იყო მომეწონა ძალიან და ვაქციე საათად. ეგეც დასამთავრებელი ელემენტია. ეს არის გობი. გობი ჩირების. ჩირების, ხო? ნახე კაია. ეს არის ზღვის კენჭი. ჩაპრესილი. ეს არის მარმარილო. აი ესა. კი. და მოკლედ აი ეს მთლიანად მაგიდა.
ხო, ეგრე გავაკეთე რა. თავარი ეს არის, რომ ეს კენჭი არის შიგნით ჩაპრესილი და მე გაჭრილია და ისეა, ну ეხლა ცოტა ბუგარიოკები აქვს, ამას ჭირდება კიდე შევსება, მაგრამ ოდნავ, რომ ერთი სიბრტყე იყოს. კაი ისეთია, ნახე. ამაში არის ძალიან ბევრი მასალა შესული. ნახე, ეს არის იტალიური მარმარილოს კენჭი, ეს არის მეტალი, აქ არის ბეტონი, აქ არის კენჭი კიდე ზღვის და ასე შემდეგ და აქაც სანათებია. აი ეს ეხლა დავამთავრე ერთი რამოდენიმე დღის წინ, ეს არის პენოპლასტი. ხო, მაგრამ სუბუქია და შეიძლება თქვას მონოლითურია. ხო, რკინა. აი ეს მიყვარს მაგალითად, აი ეს გადასვლა რა. ხო, ну ეს რაღაც ისეთი ეს ბატონო გოგა თქვენ არგის თვით დასწავლე ხართ. ხო? კი, მაგრამ მე დავდიოდი სადაც ახლა არის მუსიკისა და დრამის თეატრი. იქ იყო უამრავი სახელოსნო და სადღაც მე-6-ე, მე-7-ე კლასიდან მე დავდიოდი ჭედურობაზე, ხის ჭრაზე და რაღაც აი ესეთ აი კლავ კენჭია და ერთი წამებან ცოტა ისწავლსვა. აბა წავუსვით. როგორც კი დასველდება, იქნება ეხა ისეთი ფერები ამოიყრება, რომ აი როგორია. ეს ძალიან შრომატევადი ამბავია, ხო? ძვირი ზღვის, ეგრე არ არის. ძვირი, ახლა ხელნაკეთი ძვირი უნდა ღირდეს. ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ აი ეს კენჭების ფრაგმენტები ხეში მე ძალიან მომწონს. ეგ არის კვარიათი. კვარიათი ისე აგროვებს კენჭებს, ხო? ხო. და რამდენი ტომარა მაქვს ჩამოტანილი უნდა ნახო და და ისენი როა ეგრეთ ისენი ნიჟარები? აი აუ რა კაი, ეს მართლა თითქოს კვარიათის იმაზე ნაპირზე დააბიჯებ. ნახეთ კენჭებზე. ინსტრუმენტები ბევრი მაქვს. ამას დავარქვი შემომექმედა. ცნობილი შემომეჭავა, კი ბატონო და შემომექმედა. ჩვენი კომპანია გარდა იმისა, რომ საქართველოში ვარ დაკავებული ვაწარმოებ პროდუქციას, ასევე ვართ იმპორტიორები სხვადასხვა პროდუქტების, რაც გამოიყენება სტომატოლოგიაში. ჩვენ კომპანიაში გვაქვს ესეთი ფილოსოფია და ესეთი დევიზი, რომ ჩვენ ვწამს, რომ ქართველებს შეგვიძლია არავის დანაკლებად ვაკეთოთ საქმე. და ზოგ შემთხვევაში უფრო მაგრათაც ვაკეთებთ. განსაკუთრებით აი სტომატოლოგიის მიმართულებით ყავს უნიჭიერესი ექიმები. ჩვენ ვთქვით, რომ მოდი გავაკეთოთ ისეთი პროექტი, სადაც ჩვენ ქართველ ექიმებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ სოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმოაჩინონ თავისი თავი, თავისი ნამუშევარი, თავისი ქვეყანა. 2023 წლის მარტში ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ჩვენ და GNG და ერთ-ერთმა ესპანურმა კომპანიამ გავაკეთეთ ერთობლივი კონფერენცია, სადაც იყვნენ მსმენელები ქართველი ექიმები, ესპანელები და მომხსენებლები იყვნენ ორი ქართველი და ორი ესპანელი. იყო გალაქტიონ მოხულაძე და ლევან თარდუმაძე. მალევე მივაყოლეთ პორტუგალია, პორტუგალიაში ჩავატარეთ და კიდევ ვაკეთებთ პორტუგალიაში ოქტომბრის თვეში, ახლა უკვე 4 მომხსენებელი გვყავს საქართველოსდან. მერე იყო უკვე 20-24 წლის აპრილში სტამბულში მსოფლიო სიმპოზიუმი, სადაც 55 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, ну მასპინძელი თურქეთი იყო თავისთავად და ჩვენ ქართველებს ერთი სპიკერი ყავდა, ეგრეთ წოდებულ პრაიმ ტაიმში, შემდგომ უკვე იყო ტაილანდში ჩატარებული
2024 წლის ნოემბერში. გიორგი, თურქეთზე ყვებოდით, ერთ-ერთი ისეთი შთაბეჭდავი კონფერენცია იყო GNG-ს წარმატებას და რა ხდებოდა რომ მომიყვანო? ხო, ეს იყო ძალიან ისეთი ემოციური მომენტი იყო. იქ იყო 55 ქვეყანა, როგორც გითხარით, 1500 მსმენელი, მოხსენებლები და ჩვენც არ ვიცოდით, ამ კომპანიამ მე ბოლოს დაჯილდოება გააკეთა და თავარი პრიზი აიღო GNG-მ ბოლო 5 წლის განმავლობაში უწყვეტი განვითარებისთვის და ეს იყო ყველაზე დიდი სიურპრიზი და იქ მყოფი ქართველები სულ ყველა ნუ ამ დროშებით ხო დაურბოდით და მთელი ამბავი იყო აქ და ნუ მიგვიწვიეს მერე თავარ სცენაზე და ჩვენ ყავს როგორც სამედიცინო მიმართულებით ნიჭიერი ექიმების ესენი მღერიან, ცეკვავენ და ეს სცენა მთლიანად დავიფყარით და საქართველოს დროშა ვაფრიალეთ. აი ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება და მთავარი მიზანი. ხო ამობენ ან საშუალო ასაკის კრიზის, ან აი რაღაცა ხვდებთ, აი რაღაცა ერთი ეტაპიდან აი მეორეში გადადიხართ, აი რომელი იყო ეს პერიოდი? მე სულ კრიზისში ვარ. ხო, ეგრე დავარქვათ, იმიტომ რომ არ ვიყო, მე თვითონ ვიგონებ. მე მიყვარს ჭიდაობა, საკუთარ თავთან რაღაცა პრობლემების გადალახვა და ასე შემდეგ. თუმცა ხანდახან არის იმდენად გაუსაძლისი და იმდენად ღრმა პრობლემა, რომ რამდენიც არ უნდა ვეჭიდაო, მე არაფერი არ გამომივა. ეს პირდაპირ აისახება ხოლმე ჩემზე. ზუსტად ერთი კვირის წინ, ვიდრე თქვენ დაგელაპარაკებოდეთ, მე მქონდა აი აქ სპექტაკლი. ბოლო სპექტაკლი ვითამაშე და მქონდა აი აქამდე თმები. ხო, დავდიოდი როგორც ფაფარაშლილი ლომი. მართლა თმა, თქვენი? აი მეორე დილა გათენდა თუ არა სპექტაკლის. ვიგრძენი ჩემი თავისუფლება, წავედი და აი ეს ვარცხლობა გაიგეთეთ. ხო, იმიტომ რომ ის მდგომარეობა და ეტაპი, რაც გააქვს, უნდა გემჩნეოდეს კიდეც. და ეხლა შემიძლია თავს მივცე უფლება, მე და გიორგიმ, ჩემმა შვილიშვილმა, რაღაცები ვაკეთოთ. თუმცა იმას ერთი სული აქვს, რომ მე და შენ მარტოები წავიდეთ კვარიატში, წავიდეთ. ხო და თქვენ წახვალთ მარტო კვარიატში, ეს ძალიან მაგარი მოგზაურობა იქნება, ხო? თქვენ შეძლებთ მარტო რომ წაიყვანოთ? ხო და აი ცოტა ფეხს ვითრევ, მაგრამ იცი როგორ არის წყალს უბედავს რა და ხო და ეს ცოტა მაშინებს თორე ისე ძალიან მაინტერესებს მე და გიო ერთად კი გავრისკავ. ძალიან საინტერესო მოგზაურობა იქნება. არა, გავრისკავ აუცილებლად. პანდემიის დროს გამახსენდა ჩემი ძველი 90-იანები. როცა არაფერი ირგული ვარ იყო, პურიც კი არ იყო და მე ვებერთელა ოჯახი მედო კისერზე და პური უნდა მქონოდა, უნდა მეშოო და სითბო უნდა ყოფილიყო. და გამახსენდა როგორ წვალობდა ჩემი გონება რა გამეკეთებინა. და სიზმარში კი არა და აი ძილბურანში ესე თვალდახუჭული ვიდრე დაიძინებ უცებ დავინახე როგორ უნდა გამეკეთებინა რაღაცა დეტალი რომელიც მე მიხსნი და კიდევ რაღაცისგან შუაღამისას ავდექი გიტარას პირველი სიმი მოვხსენი იმ მავთულით რაღაცა გავაკეთე იქ ჩავასხის და ნახე რომ რეზულტატი მაქვს მეორე დღეს 500 ცალი მსგავსი ჭიამაია ჩამოვასხი შევღებე და მარჯანიშვილის მეტროსთან იდგნენ საღეჭ რეჟიმს და რაღაცებს ყიდნენ და იმას მიუტანა. მე ვთქვა რა ეს ჩამომივიდა მეთქი რა და არ ვიცი ახლა მე ამისი ფასი და სამანეც მოგცემო მითხრა. აუ, იაფეს ამი მანეთ. ნუ ხელა ფული იყო არაფერი. რომ მაშინ წამოდი შემთან. მე ეს 500 წალი მივეცი. ბახ ამა ხო გამართლა. ესე იგი
იქამდე მივედი, რომ დიდი თერმოპლასტის აპარატი ვიყიდე, მე ბრუხ აკეთებდი და 90-იანები მაგითი გავიარე. თუ საყურე, თუ სამაჯური, თუ ჭიამაია, თუ რაღაცა, რა ვიცი, რა ჯანდაბა არ ვაკეთე რა. ასე რომ თავარია რო გქონდეს აუცილებლობა და მოთხოვნილება, რომ აი ჩემ გიოს ეს ნამდვილად ჭირდება და მორჩა გათავდა, თორე 10 კილოა მეტროს ვაგონის გარეთ, სხვა? კარგი, არ დაგიმალოს. ზაფხულის ღამის სიზმარი. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ერთ-ერთმა ჩვენმა თანამშრომელმა ტიპანებმა ერთმა მითხრა, რომ აქო იმ რკინისგანო ესე გააკეთა ჩემ ახლობელმა თუ რაღაცა. მე ვთქარ, ბიჭო, მე თუ მოვინდო, მე ისიც გავაკეთებ, გაგიზრდებ და მაშინ ვიწყებდი ზაფხულის ღამის სიზმარს და დავიწყე რეპეტიციები ბატონ მიშასთან, ჯერ სამაგიდო, მერე თეჯირში, მერე რაღაცა და გამოჭრილი ჩემი ის რკინა მეჭირა ხელში და სულ ქლიბავდი რეპეტიციის დროს, და რას ქლიბავ, ბიჭო, რას ქლიბავ, გოგა, რას ქლიბავ, ესე შემჭამა მიშამ რა. ჩუმად ვეჯექი კიდე აქედან, იქიდან, რა წარმოიდგინეთ პროცესი, ამხელა იყო ხო ერთი 6 თვე ვიმუშავეთ, შეიძლება მეტია მაგრამ. თქვენ რას ქლიბავთ? მე სულ ქლიბავდი ყველა რეპეტიციაზე, ხელები სულ შავი მქონდა რაღაცა და გავდიოდი რეპეტიციას, მე კიდევ ქლიბავდი და პრემიერაზე მივეცი იარაღი ბატონ მიშას. 6 ტყვიანი იარაღი. იარაღი? ნამდვილი იარაღი გავაკეთე რა, აი ამ კლიბუაში და მე ვთქარი, აი ბატონო, რას მეუბნები შეგიჟი ხوار. მე ვთქარი, კაცო ნუ მოკლავდა ისე კონდეს. რა არის სიყვარული? სიცოცხლე. მის გარეშე სიცოცხლეს ხო, აი ეს ხო ყველაფერი პირობითია მაინც, მაგრამ აი ამის გარეშე არ არის ჟანგბადი. ესეც ხო აი ფიზიოლოგიის შემადგენელი ისეთი განსაკუთრებული ნაწილია. არ არის ჟანგბადი, არ არის გულისცემა, არ არის ჰაერი, ესე იგი რა არის? სიცოცხლე. მეგობრობა? მეგობრობა არის აი ამის შემადგენელი ნაწილი, ოღონდ გულწრფელი რა. და როგორც კი მეგობრობაში შემოდის რაღაცა გარკვეული კითხვის ნიშანი, ეს რატომ ესე ჯობი აღარ მეგობრობთ. მე მივედი უკვე მანდამდე, კარგია, მაკრატელია, მოჭრა, მიჭრა რაღაცა. ხო რა. მოიცად, მიჭრა, დაასრულო ურთიერთობა? მე არ გულისხმობ დასრულებას, რომ ეს რა ქვია, გაებუტო ქალივით და ხმაღარ გასცედა. მაგრამ აღარ აი ეს ყოველდღიურ რეჟიმში დამთავრდა რა. სადამ აქ მე სანერვიულო დრო აღარ არის. ეხლა არის ჩემი სანერვიულო დრო, აი თაია, აი გიორგი. ხო. და ის რომ ეს ისე მოიქცა და მასზე გაიგებს და გამოსწორდება და ეგრე არ იქნება. იცხოვრე რა. იცხოვრე, მეც ხო მეშლება რაღაცები არა. ხო და მეც ვიცხოვრე რა. ასე რომ ეს ახალგაზრდა რო ხარ და რაღაცა რო აი ახლა ინანებს ის და მე რა. არა. და გააქეს განცდა. არა, მაკრატელი და მურჩა რა. ერთხელ რო შეეშლება, ის აუცილებლად გამეორდება რა, აბა რა. და თუ კი გიყვარს და თუ კი შენთვის ძვირფასია, რო აპატიო? კი, ეს პატიებაა, პირდაპირ გაგებით. მაგრამ მე ისე ვერ განაგრძობ მეგობრობას, ხო? უკვე თვალთმაქცობაა, ხო? ხო და მე სიყალბეჯობია თუ ეხლა მე ვარ მაგალითად ისეთ ადამიანი, აი არ გოგა პიპინაშვილი, ეს სხვა გვარი და სახელი აქვს, მაგრამ ნუ აი ერთნი ვართ რა თავიდან ბოლომდე, მაგრამ რაღაცა მე მომეჩვენა რომ შეცდომა დაუშვა. იმასაც მომეჩვენა რომ მე შეცდომა დაუშვი. არ გაგვირკვევია ერთმანეთთან. არ გაგირჩევიათ.
არც იყო საჭირო რა, არც გაგვირკვევია, არც გაგვირჩევია და მორჩა რა. მე ჩემთვის ვარ ნაწყენი, ის თავისთვის და გავიდა 7 წელი. წყალი არ დამილევია, რომ არ მეკითხა, შენ დალიე, ხარ წყურია და ასევე იყო ის ჩემს მიმართ და ეხლა ვფიქრობ, რომ თუ მას შეუძლია 7 წელი და მე შემიძლია 7 წელი, საჭიროა სიაბანდი რაღაცა ურთიერთობა. ესე იგი რა, მაშინ მტყუოდი თუ ეხლა და რეკავს ჩემი მეგობარი, რომელიც ამერიკაში ეს მესამეა, ჩვენ აი გიტირებთ ყოფას, მოიცა ჩამოვიდა, უნდა თავები გარახუნებინოთ ერთმანეთს. არ გინდა ბიჭო. აჰა, დაურეკავ ეხლა და მოვა და შენ წახვალ და მე რა ვქნა. მეორე დღეს ხო აღარ დაურეკავ რა მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თუ გაკლივარ, არ უნდა გეთაკილებოდეს, რომ გაკლივარ. და თუ არ გაკლივარ და ცხოვრობ კარგად, იყავი რა, წყნარია ეგ. და ეგ სიმშვიდეა რა, აღარ აგაქვს რა ეს საფიქრალი იქით რა, რატო უნდა ხარჯო დრო ამაზე, აი არა. ხო, ნუ რაღაცა წლები თავის ესაც ალაგებს რა. მე თუ მტკივა და თუ მაწუხებს, იმას ახლა მტკივა რაღაცა, იმას უჭყიკინებ, რომ ან წამალი დაიდო, ან ის ან მოუარო და თუ არ გტკივა. ხო, ნუ ახლა საყვარელი ადამიანი რო არ გელაპარაკება ოჯახში, შვილი, ძმა, რა ვიცი, და ხო, ცუდად ხარ. ხო, ცუდად ხარ. მაგრამ შენ ხომ მას ვერ შეცვლი. ხო? და ხო გექნება მცდელობა, რომ კაი ერთი ნუ მიბრაზდები, ნუ ვწკინო უკმინო რა. მე მაგალითად წლებთან ერთად ვისწავლე დათმობა. მეტად და მივხვდი რომ ვერ შევცვლი ვერავის. და ეგ კარგი თვისებაა, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხშირად არის რაღაცები უნდა გაატარო. რას ნანობთ ცხოვრებაში? აი რაც რამე გავატარე, წინ დამხვდა. ძალიან ბევრ რამეს, ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი და ბევრ რამეს არ შევცვლიდი, იმიტომ რომ ხო, თქვენ ის ადამიანი არ ხართ, რომელიც ამბობს, რომ მე ჩემ ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი. არა, როგორ არა, ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი და მიდგომებს შევცვლიდი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესე ძირეულად რომ არიქა გავარდი და მე ამას არ გავაკეთებ არასოდეს, არა. ხა ეპიზოდები რომ გავიხსენო თუ ოდესმე მიჩხუბია და გამწარებულ ვარ, იმას ისევე დავტოვებდი და ისევე ისე გავაკეთებდი რა, იმიტომ რომ სიმართლე არის ერთი და ხელჩართულად გიჩხუბიათ. რაღაცას გონი რომ კი. ძალიან ბევრჯერ. ბევრჯერ რაღაცა მომხვედრია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ აი ლამაზად ჩხუბობს და გვისი ამომნია იმის ჩხუბით. ვიცი, გამიგია და აი არა ვერ ხვდები რა საბუთ. გამიგია. უნდა ნახო ფილმ ჟანმარეს მონაწილეობით როგორ ჩხუბობდა ჟანმარე და ყველა ცდილობდა თმელი შეეგრე ჩხუბა. და ჟანმარესავით ეჩხუბა. ხო, ჟანმარე. ხო, მოვიდა გადააგდო რაღაცა. ხა მაშინ არ გვესმოდა რომ ეს კინო იყო და რას ეტყოდით პატარა გოგა პიპინაშვილს? შედგა? აი, რაღაც, აი, პატარა, თქვენი თავი პატარა, რომელი ასაკიდან გახსოვთ თქვენი თავი? ხო, ძალიან პატარაობიდან. ეცით ეკა, მე იმდენი პრეტენზია მაქვს, რაღაცა ცუდი პრეტენზიები მაქვს საკუთარი თავის მიმართ, რომ ვერ ვაბალანსებ ამას რა, ერთის მხრივ რაღაცა მგონია, რომ რაღაცა შეძენილი მაქვს, რაღაცა ვისწავლე, რაღაცა გამოცდილება, არ შეიძლება ყველაფერი ეს დავიტოვო და სადღაც არ ამოხეთქოს და არ გადავცე ვიღაცას, აი იგივე გიორგიზე ვლაპარაკობ, ხო? ვაკვირდები ის როგორ აკეთებს რაღაცას. და არ მომწონს საშინლად, არ არის დაკვირვებული და აკეთებს ესე და ძალიან მინდა რომ ეს თვისებები რაღაცნაირად რა ვიცი, ფარიკაობაში, კალათბურთზე, რა ვიცი.
ყველა სფეროსა ვარ მოდებული. ნუ კაია. ხო და მაინც ჩემი ვერ ვიპოვ. ეხა ყველაფერი ვიცი, მაგრამ აი, არაფერში თქვენი როგორ არის პოვეთ? აი ხა ჩემს წინ ხართ, ზიხართ, ლაპარაკობთ და თემები. აი, რამდენხანია ლაპარაკობთ? არ იწურება. ანუ ეს არის მგონი ამის შედეგი. ბატონო გოგა, ვის მოусმენდით შეხვედრებში ეკახოფერიასთან? შემდეგ ანიმის შემდეგ ეპიზოდში. აი ვის მოусმენდით თქვენ? მიჭირს თქმა. თუ იპოვი და მე მეგულება 1-2 კაცი, თუ იპოვით ნაღდ თბილისელს, აი მას მოусმენდი. არც ერთი პროფესია არ მაინტერესებს. ყველგან ნათამაშებია დღეს. კარგი ექიმი, კარგი მსახიობი, კარგი პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. ყველგან. თბილისელობას ვერ ითამაშებს ვერავინ. თუ იპოვით ამისთანაც, აგერ პლეხანოვზე სიამოვნებით მოვისმენ იმის ისტორიებს. როგორი ამოცანაა. ნახოთ. კი, ეგრეა ნამდვილად. ბატონო გოგა, ძალიან დიდი მადლობა. იყო საინტერესო. და გაჩნდა სრული კიდევ არაერთხელ თქვენი სპექტაკლების ნახვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, გისურვებთ ბევრ მოგზაურობას თქვენ შვილიშვილთან ერთად, აი ბევრ საინტერესო დაუვიწყარ დღეს. კარგი. ხო, აი ძალიან კარგი ამბები გელოდება წინ და მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. პირიქით მადლობა, მე გამახსენდა დიდი ხნის წინანდელი ჩვენი შეხვედრა არაერთ სტუდიაში. მადლობა პროფესიული დამოკიდებულებისთვის საკუთარი საქმის მიმართ და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, თორე წინააღმდეგ შემთხვევაში კესოს ხათრით მე ბევრი გამიკეთებია, მაგრამ არ გაუწევდი არც მას ანგარიშს, იმიტომ რომ ზერელეთ არ მიყვარს არაფრის. ვიცი. ხო, და ძალიან ვერიდები ამას და როცა კონკრეტული გვარი და სახელი გაჟღერდა, მე ხმარ არ მომიჯერა, გეძებთ, არ მომატყუებინებს თავს, იმიტომ რომ მე ვიცი დამოკიდებულება საქმის მიმართ და ეგ ჩემთვის გადამწყვეტია. თუ ჩვენ ყველა ასე მოვიქცევით, რომ საკუთარი საქმის მიმართ ვიქნებით თავდადებულ პროფესიულად მიბმულები, მაშინ ამა ქვეყანა არ აჯობებს. ისეთი მაგარი ქვეყანა იქნება. ჯერ არ გვიჭირს. მადლობა. პირიქით. გოგა პიპინაშვილი, ეს იყო შეხვედრები ეკახოფერიასთან. გამოიწერეთ ჩვენი არხი და შევხვდებით ზუსტად 2 კვირაში. მადლობა. გამოიწერეთ YouTube არხი. შეხვედრები ეკახოფერიასთან. მადლობა.